ტრადიციული აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქ მოქალაქეები მოითხოვენ ეთერის დათმობას ხალხისთვის. დღევანდელი პროცესებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების ფონზე კი აქციის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ ერხის ეთერი დღეს ამ პრობლემებზე საუბარსაც დაეთმოს. სალომე ლაბაძე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მისგან გავიგებთ რა განცხადებები კეთდება. თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება და სოლიდარობა მედიას, სოლიდარობა ნამდვილ ჟურნალისტებს, სწორედ ეს არის ის გზავნილები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ახლა ხმამაღლა ისმის იმ ადამიანებისგან, რომლებიც აქ კიდევ ერთხელ მოვიდნენ პროტესტისთვის და მოვიდნენ მოთხოვნით, რომ მაუწყებელმა საკუთარი ეთერი გახსნას და ეს ეთერი დაუთმოს არა მხოლოდ ქართული ოცნების პროპაგანდას, არამედ რეჟიმის მოწინააღმდეგეებსაც, აქ მყოფ ადამიანებსაც მათ შორის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებსაც მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატონ საქმელი და თავიანთი გზავნილები მიიტანონ მაყურებლამდე. პასუხად კი საზოგადოებრივი მაუწყებელი დუმს, რაც განსაკუთრებით მძიმედ აღიქმება დღეს, როცა რეჟიმმა მზია ამაღლობელი, თავისუფალი მედიის წარმომადგენელი, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი და რედაქტორი დაატყობა, რასაც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი საჯაროდ სოლიდარობა მხოლოდ მოაბის წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვმა გამოუცხადა. სწორედ მზია ამაღლობელზე საუბრობენ ყველაზე მეტს აქ შეკრებილი ადამიანები, რაც ბუნებრივია და როგორც ჩემთვისაც ცნობილი, მათი მოთხოვნა დღეს არის ისიც, რომ საგანგებო დღევანდელი ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმოს სწორედ მედიაზე, მედიის პრობლემებზე საუბარს. მედიის პრობლემა კი ბოლო ხანებში განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა, მათ შორის იმ პროტესტის ფარგლებშიც, რომელიც რუსთაველის გამზირდა და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარეობს ახალი არჩევნების მოთხოვნით და მოთხოვნით, რომ რეჟიმმა გაათავისუფლოს ტყვეები, რომელთა რიგებსაც როგორც უკვე გითხარით, დღეს შეემატა მზია ამაღლობელის. მის შესახებ ჩვენ კითხვას დავუსვამთ ნეტგაზეთის ჟურნალისტს, რომელიც იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაზე, თქვენი აქ ყოფნის მიზანზე და დღეს მომხდარზე ბათუმში. რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს, რა არის მნიშვნელოვანი ამების შესახებ, რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქე? არ ვიცი რა უნდა თქვა სხვა გარდა იმისა, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის მორიგი ტყვე. მზია ამაღლობელი რეჟიმის მორიგი ტყვე არის იმიტომ, რომ ის არის მზია ამაღლობელი. ის არის დამფუძნებელი პლატფორმებისა ნეტგაზეთი და ბათუმელები, რომელიც არის ნამდვილი, აკეთებს ნამდვილ ჟურნალისტიკას. მზია ამაღლობელი არის ნამდვილი ჟურნალისტი. ამიტომ ზის ის ოთხკედელში მე შეგნებულად არ შევალ არანაირი დეტალების განხილვაში იმ თითიდან გამოწვეული ეგრეთ წოდებული საქმისა, რომელიც რეჟიმმა შეკერა და კერას მზიას წინააღმდეგ. მის დასაშინებლად, მის დასასჯელად, მისი და ნეტგაზეთის და ბათუმელების. მე რომ ცოტა უხერხულად არ ვიგრძნო თავი, რომ ჩემს მედია პლატფორმებზე ვილაპარაკო რაღაც აღმატებულ ხარისხში. ვიტყვი იმას, რომ სულ რაღაც 2-3 წელია რა ჟურნალისტიკაში ვარ. სამაგიეროდ აწლეულებია უკვე მახსოვს ამ ქვეყნის საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება და მახსოვს ამ ქვეყნის მედია. ბათუმელები და შემდეგ უკვე ნეტგაზეთი და მზია ამაღლობელი იმთავითო და თავიდანვე იყვნენ ისინი და აკეთებდნენ საქმეს ისე, რის გამოც საერთოდ მნიშვნელოვანია და ღირებულია და უნდა არსებობდა ჟურნალისტიკა. ამიტომ ზის მზია ამაღლობელი ახლა ოთხკედელში. და თუ რეჟიმის მიზანი ის არის, რომ მზია შეაშინოს, ქართული ოცნება არ არის პირველი, რომელიც რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას ცდილობს მზიას და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ. როგორც წინამორბედებმა ვერ მოახერხეს ეს, ისე ვერ მოახერხებს ქართული ოცნება. ვერც ჩვენ ნეტგაზეთისა და ბათუმელების ჟურნალისტებს ვერ დაგვაშინებენ. თუ უნდათ რომ შეგვაშინონ, ჩვენი პასუხი ის არის, რომ მე აქამდეც დღესაც და მომავალშიც ვიქნები უბრალოდ ამაყი, რომ ვარ ნეტგაზეთის თანამშრომელი. უსმენთ ნეტგაზეთის ჟურნალისტს, რომელმაც მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა, თქვა, რომ სწორედ მზია ამაღლობელია ნამდვილი ჟურნალისტი და ბუნებრივია, რომ რეჟიმის სამიზნეც აღმოჩნდა სწორედ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი. სწორედ ამ სათქმელის გამოხატვა სურთ ტელეეკრანითაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილ ადამიანებს. სწორედ ამ მიზნით იმართება ეს აქციაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მაუწყებელი პასუხად დუმს და ამ დრომდე აქ შეკრებილი ადამიანების მოთხოვნას გაიხსნას ეთერი და ეს ეთერი დაეთმოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან არავინ პასუხობს.